მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ყველაზე კაფიო. პირველი, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. წერტილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არც ერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია არც ერთი შესაძლო მომავალში არჩევნებისთვის. და ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერი. და ვთვლი, რომ რადიკალური ნებისმიერი რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. მე მესმის იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ასე შემდეგ. ეს საუბარი და ეს მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ აი ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, რა არის მათი გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი. და ჩვენ არა გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ.